ციხის საკანში მომხდარი ძალადობიდან მეოთხე დღეს გიორგი ბაჩიაშვილს სხეულზე კვლავ დაზიანებები აღენიშნება, ის ეტლით გადაადგილდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი დავით ჯანდიერი ავრცელებს. უფლებადამცველი ბაჩიაშვილის გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის მე-12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ მერვე დაწესებულებაში ბაჩიაშვილის დარჩენა მაღალი რისკის შემცველია. ჯანდიერი ასევე ამბობს, რომ ის დაცვის ქვეშ მყოფს თავის არეში 3 ნაკერი აქვს და გადაადგილება და კოორდინაცია უჭერს, რის გამოც სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჯგუფთან გასაუბრების დროს იძულებული გახდა საუბარი შეეწყვიტა. ბაჩიაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის ლევან მახარაშვილის თქმით, პატიმრის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართეს. თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი. ის მომხდარს მკაფიო წამების ფაქტს უწოდებს, რომელიც სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოხდა. ამსტერდამი ბაჩიაშვილზე ძალადობის საქმეში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო როლზეც მიანიშნებს. ციხეში სასტიკად ცემეს ქართველ პოლიტპატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ იგი სამარტო საკანში ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 2025 წლის 11 ივლისის საღამოს ციხის ადმინისტრაციამ ბაჩიაშვილის საკანში უცნობი კაცი შეუშვა. მან სასტიკად ცემა ბაჩიაშვილს, რომელმაც გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც კაცმა ისე ძლიერად უკბინა, რომ სისხლი წამოუვიდა. ცემის დროს დაცვის თანამშრომელმა კარი გააღო, მაგრამ თავდამსხმელის ბრძანებით ისევ დახურა. ბაჩიაშვილს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. ბაჩიაშვილი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ადვოკატებთან და ოჯახთან დაკავშირებაზე უარი იგი გააფრთხილეს, რომ იურიდიულ ჯგუფთან მისი დაკავშირება სამკურნალო მომსახურების შეწყვეტას გამოიწვევდა. სანამ შიმშილობა არ გამოაცხადა და სახალხო დამცველის ხელხაზზე არ მოხვდა, მასთან კონტაქტი 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. თბილისის ცნობილ გლდანის ციხეში მომხდარი სასტიკი თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიის უახლესი ესკალაცია იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც რეჟიმის ფაქტობრივი ლიდერის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაპატიმრებული. თავდასხმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ციხის ზედამხედველი ბაჩიაშვილს წინასწარ დაემუქრა, რომ მას ციხეში როგორც გიჟები, ასევე ნაკლებად გიჟები შეხვდებოდნენ. ეს იყო მკაფიო წამება, რომელიც სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლება თანამონაწილეა და ჩვენ ამ მძიმე ინციდენტს საერთაშორისო ორგანოებს ვაცნობებთ. გიორგი ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს Amnesty International და საქმის დაუყოვნებლივი დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე წერს. განცხადებას ავრცელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციის შეფასებით მომხდარი შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელი სპეციალური პენიტენციური სამსახურია. საია მოუწოდებს სახალხო დამცველს მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით პენიტენციურ სამსახურში რეგულარული ვიზიტები განახორციელოს და მოუწოდებს გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს პროკურატურას დაავალოს. საკანში ბაჩიაშვილზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარები კეთდება ქართულ ოცნებაშიც. შალვა პაპუაშვილს ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის არ სჯერა. ადამიანმა მილიარდი დოლარის თაღლითობა ჩაიდიდა. შემდეგ ოსტა ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველოს დატოვა ასე. ანუ ადამიანი ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტა ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც აზრებით ადამიანებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მისი განცხადებების ნდობა არის ძალიან დაბალი. მოვისმინეთ ჩვენ განცხადება პენიტენციური სამსახურისა, ამას გარდა მოკვლევა არის დაწყებული იმისთვის, რომ დადგინდეს მაინც დეტალები, რასთან ქონდა საქმე. ნახეთ, რომ ის განცხადებაშივე იყო თაღლითობა ჩადებული, თითქოს რომ ის სამარტო საკანში იყო მთელი ეს პერიოდი, რაც არის ტყუილი. ივანიშვილის ბიტკოინების მითვისების საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა 14 ივლის განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ 11 ივლის გლდანის ციხის საკანში მისთვის უცნობმა პირმა სცემა. ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე ის გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და ბიძინა ივანიშვილისთვის საბანკო ანგარიშების, კრიპტოვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია. უარიდან 3 დღეში კი მასზე საკანში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ფიზიკურად იძალა. პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ ბაჩიაშვილს დაზიანებები აქვს. უწყების განცხადებით მან ზედაპირული დაზიანებები თანამესაკნესთან ინციდენტის შედეგად მიიღო. პენიტენციური განცხადებაში არ წერს, გაავრცელებენ თუ არა მომხდარის ამსახველ კადრებს. ბაჩიაშვილი ერწმუნება, რომ მის საკანში კამერებია განთავსებული. განცხადებაში ასევე არაფერია ნათქვამი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელსა და მერვე დაწესებულების უფროს შორის სავარაუდო შეხვედრაზე. ღიარჩება კიდევ ერთი კითხვა. შევიდა თუ არა დაპირისპირების მომენტში საკანში ციხის თანამშრომელი, რომელსაც როგორც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, თავდამსხმელმა უკან გაბრუნება უბრძანა და ისიც გავიდა.